მორიგი ტრაგედია, რომელიც 6 წლის ბავშვის გარდაცვალებით დასრულდა. ლილე გეგუჩაძე თურქეთის კლინიკაში დაიღუპა. ინფორმაციას ბათუმის საბავშვო ბაღი ავრცელებს. მოზარდი 13 ივნისს მდინარეში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა. წყლიდანის უგონოდ მყოფი ამოიყვანეს. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო. არ მეგონა თუ ასეთი ულმობელი იქნებოდა ქართული სასამართლო. ამირან გამყრელიძე კოლეგის გოგი ჩახუნაშვილისთვის 5 წლიან პატიმრობას ეხმაურება. ცნობილ პედიატრს სოლიდარობას უცხადებენ სხვა ექიმებიც. ბატონი გოგის ავტორიტეტი და დამსახურება იმდენად დიდია, რომ ეს შემთხვევა ვერ დარჩება რიგით მოვლენად. უმნიშვნელოვანესია სამედიცინო საზოგადოების სოლიდარობა, აცხადებს იაშვილის კლინიკის დირექტორი ივანე ჩხაიძე. ულტიმატუმი ლუკაშენკოს უკრაინა ბელარუსს ერთკვირიან ვადას აძლევს, რომ მოსაზღვრე რეგიონებიდან სამხედრო ტექნიკა გაიყვანოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ამას ჩვენ გავაკეთებთ, აცხადებს ზელენსკი. უკრაინული დაზვერვის მონაცემებით ბელარუსის 2 ოლქში განლაგებულია სამხედრო ტექნიკა, რომლებიც რუსულ დრონებსა და არტილერიას უკრაინის ქალაქებზე დარტყმისთვის სამიზნეების დაზუსტებაში ეხმარება. პოლონეთის პრეზიდენტმა ნავროცკიმ ზელენსკის თეთრი არწივის ორდენი ჩამოართვა. მიზეზი უკრაინის არმიის ერთ-ერთი ქვედანაყოფისთვის უპას გმირების სახელწოდების მინიჭებაა. პოლონეთისთვის ეს ორგანიზაცია ვოლინის ტრაგედიასთან ასოცირდება. ამ ქმედებას უკრაინის ხელისუფლების მწვავე რეაქცია მოჰყვა. პოლონეთს უკან დაუბრუნეს ჯილდოები უკრაინის ხელისუფლების სხვა პირველმა პირებმაც.